ცნობილია, რომ როდესაც იწყება თმაზე პრობლემები და თმის ცვენა, ან თქვათ მისი გახუნება, გაუხეშება, მექანიკურის გარდა აქ არის ხოლმე ფსიქოლოგიური ფაქტორი, კერძოდ თმა თურმე იმახსოვრებს. ჭარბთმიანობაზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტი, ეს არის ენდოკრინული დაავადების, ხშირად ენდოკრინული დაავადების ერთ-ერთი გამოვლინება. ხშირად ის არის სიმსუქნესთან ერთად, ინსულინ რეზისტენტობასთან ერთად, თან ახლავს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, დისლიპიდემია, იზრდება გულსისძავრთა რისკები, ონკოლოგიური რისკები, მნიშვნელოვნად ირღვევა ფსიქოლოგიური სტატუსი. სამშაბათს 20 საათზე გადაცემა ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად. და შეეხება ენდოკრინოლოგიას, ის არის რაღაცა ღერძი ადამიანის ჯანმრთელობის ჩვენი და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღებით ყოფნა ამასთან დაკავშირებით.